სულ რამდენიმე წუთში მოვა პარლამენტში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ქართული ოცნების წევრებს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ელჩი შეხვედროდა კომიტეტის ფარგლებში. ისინი გვეუბნებიან, რომ საზოგადოებას აქვს არასწორი ინფორმაცია არაბულ პროექტთან დაკავშირებით და სურთ, რომ ხალხის ინფორმირებულობა მოახდინონ. თუმცა თუ კი ეს მართლაც ასე არის, მაშინ საინტერესო არის, რატომ ხურავს ქართული ოცნება კომიტეტს და რატომ იხურება კომიტეტის სხდომა. გარდა იმისა, რომ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დახურული და გასაიდუმლოებული არის, როგორც ჩანს, ელჩის პარლამენტის მოსვლაც არ უნდა ქართულმა ოცნებამ, რომ ხალხმა გაიგოს, ხალხმა მოусმინოს და ამიტომაც იქნება დახურული კომიტეტის სხდომა და მედიას იქ კადრის გადაღების საშუალებაც კი არ მოეცემა. დღეს ჩვენ ქართულ ოცნებას ვკითხეთ, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის პარლამენტის კარი ფაქტობრივად დახურული არის, რაც ნიშნავს, როდესაც ქართული ოცნება უკვე სხვა მიმართულებით მუშაობს ამ ფონზე და თავარი, რასაც ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ ურთიერთობები ექნებათ მხოლოდ მათთან, ვისაც ორმხრივად სურს საქართველოსთან სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობა. მოსახლეობაში არის მაღალი ინტერესი ზოგადად და ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია. ანუ გაგიჭირდათ მოსახლეობის დარწმუნება, რომ სწორ ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნება და ახლა ელჩისგან გინდათ დამაჯერებლობა მეტი? მოსახლეობის დაჯერება, გაჭირვება, ანუ ეხლა ეს ხო სპეკულაციური კითხვა არის. კიდევ დამატებითი ინფორმაციაც საქმის კურსში? ანუ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ვართ და არის უპრეცედენტო ინვესტიცია და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მოგებია. საგარეო ურთიერთობები. გაჭირვალობა იქნება უკეთესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ის კითხვები, რაც არსებობს საზოგადოებაში, სასურველი იქნება, რომ ამ კითხვებზე პასუხი თავად ელჩისგანაც მოვისმინოთ. ამ კითხვებზე ხო უკვე პასუხა უკვე კი, თუმცა ელჩის მოსვლაც ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ ინვესტორს და სახელმწიფოს რა დამოკიდებულება აქვს მათი სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით. და არიცით აქამდე რა ხონდა კეთოთ? მე გაგებული მაქვს, მე შეკითხვებიც მაქვს, მარტო იმისათვის საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი პასუხები მოისმინოს. ეს შეხვედრა დაიხურება 5 წუთში ზუსტად, როდესაც ელჩი იქ შემოვა. ხო და საზოგადოებისთვის თუ გინდათ, მაშინ იყოს პირდაპირ ეთერში. ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ მე დამელოდოთ, რა კითხვებსაც პასუხს გავიგებ, მე თქვენ საშუალებით გავუზიაროთ საზოგადოებას. მაშინ პირდაპირ ეთერში დაიხურება თუ რამე გადაწყვეტილი კომიტეტმა უნდა მიიღოს. კითხვები გექნებათ, რატო შეაწუხეთ ელჩი, რატო იბარებთ? კობახიძემ ხო დიდი მოხდება, რა თქმა უნდა, კითხვა, კი. რა კითხვა გექნებათ? ასეთ ინვესტიციებს განახორციელებთ თუ არა კიდევ? ჩვენს ქვეყანაში? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც და სხვა კუთხითაც. მიზანი რა არის ახლა ამ შეხვედრის, ეს მithvarეთ თუ შეიძლება ელჩის რატო ხვდებით? აი რატო გადაწყდა, რომ ელჩს უნდა შეხვედროდეთ პარლამენტში? მე მაგალითად ამ კითხვას დავუსვამებ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აკრიტიკებთ ამ დროს არაბეთის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი არ ვაკრიტიკებთ. ჩვენ პოზიციას უფიქსირებთ, სადაც გონია რომ ვართ მართლები. ისინი დიალოგში არ შემოდიან, იმიტომ რომ მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. და რა კითხვას დაუსვამდით მას? მე რა გეტყვი, საჩივი. თქვენ ხვდებით მას? არ დავესწრები ალბათ საგარეო. ხო და რა დაესწრებით, რა კითხვა გაქვთ? რატო გადაწყვიტეთ ეს შეხვედრა? არასდროს არ ხვდებით ხოლმე ესე კომიტეტის ფორმატში და რა გაინტერესებთ? კობახიძემ ვერ გიპასუხათ საკმარისად? სულ რამდენიმე წუთში უკვე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი იქნება პარლამენტში, ეს დერეფანიც კი ჩაიკეტება და აქ გადაადგილების საშუალების უფლებაც ჩვენ ჟურნალისტებსაც არ გვექნება, მათ შორის კომიტეტის სხდომა იქნება დახურული და ყველაფერი, რაც ამ კომიტეტზე გაჟღერდება, დარჩება კომიტეტის დარბაზში და ვერაფერს საზოგადოება დამატებით ვერ გაიგებს იმ არაბულ ინვესტიციასთან და პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდ ნაწილში არის პროტესტი.